კაი, ეხლა რა მითხარი, იცი, პირველი რაუნდი ამ ხუმრობაში დაამთავრდა, შენ თქვი რომ მუსიკალური დავამთავრე, ხო? დიახ. ვოკალის განხრით? ნახეთ ფორტეპიანო უფრო. ანუ უკრავ ფორტეპიანო. ძალიან კარგად უკვე ვეღარ ვუკრავ. რატო? როგორ არის იცით? დაგავიწყდა. კი, წლების განმავლობაში დამავიწყდა ინსტრუმენტი, მაგრამ ეხლა რამოდენიმე თვე რო დავждე კი დაუკრავ. უფრო სიმღერა, ჩემი უფრო სიმღერა. იმიტომ რომ ბავშვობიდან, ამ სიმღერების მუსიკებს ვინ უკრავს თქვენ რასაც წერთ? როგორ არის იცით? კომპიუტერზე აკეთებ? კი. ოჯახში ისე მუსიკოსი არავინ არ მყავდა რა. ხო და ერთადერთი ბიძა ჩემი წერდა ლექსებს და ასე შემდეგ, ისიც ქართულად. მართლა? ხო, დიახ, ქართულად. ხო და როგორ არის იცით, ზუსტად ესეთი მომღერალი მარტო ხო არ გახსოვს რამე ლექსი ბიძის? არა სამწუხაროდ, მაგრამ ჩემს სიმღერაში სამახსოვროდ ზუსტად ის რამოდენიმე სტროფი, რასაც მოვყვები ბოლოს და რასაც ამ სიმღერაში წარმოვთქვამ, მაგის დაწერილი არის ის ყველაზე ლამაზი სიტყვები, ხო? ეხლა დღესაც უნდა იმღერო? დიახ, დღესაც უნდა ვიმღეროთ იქ. და აი სამახსოვროდ დამრჩა ამ სიმღერაში ეს სიტყვები, მე ჩემები დავამატე, ასე ვთქვათ. როგორც სიტყვიან გენეტიკა რა.